მოგესალმებით. სოციალურ ქსელებში და მედია სივრცეში აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა გასულ კვირას მივიღეთ. მათ შორის Facebook-ზე იყო ატეხილი რაღაც განსაკუთრებული პანიკა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ვინმე დაწერდა პოსტს, რომელიც შეეხებოდა პოლიტიკოს ან საჯარო მოხელეს, ამისთვის ისინი კანონით დაისჯებოდნენ. ეს ვიდეოკასტი იწერება სპეციალურად იმისთვის, რომ ზუსტად მოგიყვეთ, რა ცვლილებები მივიღეთ და თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ, რამდენად აუცილებელი, საჭირო და დროული იყო აღნიშნული ცვლილებები. პირველი ცვლილება, რომელიც კანონში მოხდა, დასრულებით ახალი მუხლი დაემატა, შეეხება ძალადობის მუქარას და თავდასხმას. იმ პირობებში, როდესაც ძალადობის მუქარა და თავდასხმა ყველა ადამიანის მიმართ განხორციელებული დასჯადია, რა თქმა უნდა, არ არის გასაკვირი, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტები ხდებოდნენ, მათთან მიმართებაში მუხლი სპეციალურად გამოიყო და საკმაოდ მკაცრად განისაზღვრა სასჯელი. მუხლი, რომელიც მივიღეთ კანონში, გულისხმობს, რომ საქართველოს პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, საჯარო მოსამსახურის და ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის მუქარა, ისევე როგორც თავდასხმა, ხდება დასჯადი. და რა თქმა უნდა, ამის განმეორებითობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით და სხვადასხვა ფაქტორები, რომელიც ხდება ხოლმე, თავისთავად დამამძიმებელ გარემოებად არის განსაზღვრული. მოდით ახლა ვიმსჯელოთ, თუ აღნიშნული მუხლის საჭიროება რამ გამოიწვია და ზოგადად რატომ გახდნენ ეს პირები განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტები. რაც თავარი აღნიშნული მუხლი მუშაობს და მოქმედებს იმ დროს და იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური თანამდებობის პირი, საჯარო მოხელე ამ თავდასხმის ობიექტი ხდება მისი უშუალო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ან იმიტომ, რომ ის კონკრეტულ სამსახურეობრივ მოვალეობას ემსახურება და რა თქმა უნდა, ალბათ ბევრ ფაქტს გაიხსენებთ აღნიშნული ასე ვთქვათ, დანაშაულის შემადგენლობის. მათ შორის უბრალოდ ინფორმაციის სახით მინდა გითხრათ, რომ ჩვენს კანონმდებლობაში წლებია, რომ მუშაობს მუხლი ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლისთვის სპეციალური ასე ვთქვათ, სასჯელი არსებობს. ამიტომ ლოგიკურად რატომ არ უნდა იყვნენ პოლიტიკოსები, სახელმწიფო მოხელეები გამოყოფილი იმ კატეგორიაში, რომელიც მკაცრად იქნება დასჯილი, როდესაც ამ ადამიანებისთვის ხელშეშლა ემსახურება პატარა რადიკალური ჯგუფის მიზნებს, რომ გარკვეული დესტრუქცია შემოიტანონ სახელმწიფო ინსტიტუციებში და ხელი შეუშალონ სახელმწიფო მექანიზმს სათანადოდ მუშაობისგან. მეორე მუხლი, რომელზეც ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო და რაზეც განსაკუთრებული ნებათაღელვა იყო გამოწვეული, რომ თურმე Facebook-ზე პოსტის დაწერა შეიძლება დაპატიმრებით დაისაჯოს. ეს არის მუხლი, რომელიც გულისხმობს, რომ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, პოლიტიკური და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისკენ ზეპირად წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებებით საჯაროდ მოწოდება ხდება დასჯადი და რა თქმა უნდა ეს იმ პირობებში თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა პირდაპირ და არსებით საფრთხეს. ჩათვლით, რომ თქვენი რომელიმე კრიტიკული პოსტი შეიძლება აღნიშნულ მუხლში გავიდეს და უბრალოდ იმის საილუსტრაციოდ, რომ რა შეიძლება ამგვარი ძალადობისკენ მოწოდებად ჩაითვალოს, მაგალითისთვის მოგიყვანთ და თქვენი აზრიც მაინტერესებს, არის თუ არა ძალადობისკენ მოწოდება წარწერა, მათ შორის სოციალურ ქსელშიც აქტიურად გავრცელებული მოკალი ქოცი. ან მაგალითად 84 ტყვია 84 დეპუტატს. თვლით თუ არა, რომ ეს არის უბრალოდ კრიტიკის ან რაღაც გამოხატვის თავისუფლება და შემთხვევით ხომ არ არის ძალადობისკენ მოწოდება. მე ვცდილობ, რომ აღნიშნული მუხლები არა უშუალოდ სამართლებრივ ჭრილში, არამედ უფრო სახალხო და გასაგებიანით მოგაწოდოთ და რა თქმა უნდა, თქვენი მოსაზრებები მნიშვნელოვანია. და მესამე კომპონენტი ამ ცვლილებების ეს არის პოლიციელებზე ძალადობა, დაუმორჩილებლობა და მუქარა. რა თქმა უნდა, აღნიშნული მუხლიც არსებობდა კანონში, თუმცა ის გამკაცრდა და გამკაცრდა იმიტომ, რომ პოლიციელებზე თავდასხმამ, დაუმორჩილებლობამ მიიღო განსაკუთრებული რაღაც მასშტაბები, ადამიანებმა გადაწყვიტეს რაღაც პატარა ჯგუფმა
რომ პოლიციელი, ვინც ჩვენ უნდა გვიცავდეს, გახადონ თავად იქეთ თავის დასაცავი ობიექტი და ფაქტურად აკადრონ, გაუბედონ და გაუკეთონ ყველაფერი, რასაც ისინი გადაწყვეტენ. თავისთავად ამ მუხლის გამკაცრებას საფუძვლად ედო ის პრინციპი, რომ ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვისთვის, იმისთვის, რომ პოლიციელებმა სათანადოდ შეასრულონ თავისი ფუნქციები და ვალდებულებები, რა თქმა უნდა, მათ მიმართ თავდასხმები და ძალადობა უნდა იყოს ეფექტურად აღსრულებადი და იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული ისედაც დანაშაული იყო, ამ მუხლის სასჯელის გამკაცრება ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ რეალურად აღნიშნული დანაშაულების პრევენცია მოხდეს და არ გადაწყვიტოს რაღაცა კარგად დაფინანსებულმა რადიკალების ჯგუფმა პოლიციელებზე ძალადობა და ამგვარად გარკვეული დესტრუქციის მოწყობა. ბოლოს ამ ვიდეოკასტის დასასრულს მინდა გითხრათ, რომ ქართულმა ოცნებამ მართლა რეალურად უზრუნველყო მშვიდობა ამ ქვეყნისთვის და ვიცით, რომ 2022 წლიდან მოყოლებული მუდმივად ვიყავით ომის და დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე. თუმცა მეორე კომპონენტი ეს არის ქვეყნის შიგნით დამშვიდება და ალბათ ყველას გაწუხებთ ის არეულობების მცდელობები, რომელიც მიმდინარეობს და თუ ჩვენ რეალურად გვინდა რომ ქვეყანა დამშვიდეს, რა თქმა უნდა, ის საკანონმდებლო ცვლილებები და ის პრინციპები, რომელიც ახლა გავწერეთ და აუცილებლად იმოქმედებს და იმუშავებს, საჭირო იყო იმისთვის, რომ საზოგადოებამ და სოციუმმა გააგრძელოს ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირება და ადამიანები არ გადავიდნენ ერთმანეთის ძალადობაზე, ძალადობის მუქარაზე, თავდასხმებზე და დაუბრუნდეს ქვეყანა თავის განვითარების ნორმალურ რიტმს. მადლობა.